პირველ რიგში ნაპოვნ ამ წარწერას მე განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ. ამ წარწერაში მოხსენებული არიან წმინდანი თეოდორე, როგორც ვფიქრობ, წმინდა თეოდორე ტირონი, რომლის სახელობისაც იყო პირველ რიგში ყოფილი ქართული მონასტერი. შემდეგ ორი საერო პირი, მარუან და ბურზ. ბურზ რაც შეეხება მას თვლიანობ ეს არის პეტრე იბერის მამის სახელი ბუზმირი, რომელიც გაშლილი ფორმა და ყოფილიყო ბურზენ მიხლი. და ასე აღადგენენ წარწერაში, თუმცა ეჩვენის ბადებს ის, რომ წარწერაში ჩვენ ქარაგის ნიშნები არ გვხვდება, სიტყვა წმინდაო წვი არის გახსნილი და პირდაპირ თლიანად მოცემული, ამიტომ ამდენად ბურზენ შეიძლება არ არის ბურზენ მიხლი. არამედ შეიძლება იყოს ბურზ ნაკი ან რაღაც ამგვარი გაცნების დარჩით სულიად სხვა პიროვნების სახელი. რაც შეეხება მარუანს, რატომ არის ის პეტრე? იმიტომ რომ მის ცხოვრების ქართულ რედაქციაში მურვანოსი გვაქვს. მურვანი და მარუანი რო ერთ და იგივე ეს ჩანს იქიდან, რომ ჩვენ ვიცით რომ მურვან ყრუ ხალიფა რა არაბებისა. არაბულად იხსენებოდა როგორც მარვანი. ანუ ეს ერთ და იგივე სახელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარუ ძველ არაბულად ისლამამდელ არაბულში ნიშნავს სწორედ იმას, რასაც ბერძნულში პეტრე. ანუ მაგარ ქვას, კეთს და აი ეს არის საინტერესო და კითხავს ბადებს, რატომ არის ის ძველ არაბული სახელით მოხსენებული აქ და არა პეტრეთი. და რაც თავარია აქ არის ის მოხსენებული სასულიერო სახელი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ წარწერის შექმნის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი 438 წელია, ზედა კი პეტრეს გარდაცვალებისა 491 წელი. ამაზე უფრო ზუსტ თარიღს ამ წარწერას ჩვენ ვერ მივანიჭებთ.